საქართველოს ენერგეტიკულად თვითქმარი ქვეყნის სტრატეგიას ირჩევს. ამ მაჩვენებელზე გასვლა კი 2036 წლისთვის იგეგმება. რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ ამ მიზნის მისაღწევად 2025 წელს. როგორია სექტორის შეფასებები და მოლოდინები 2026 წლისთვის. ამ და ზოგადად ენერგოსექტორის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე ენერგეტიკის ყოველკვირეულ რუბრიკაში მაია მელიქიძესთან, კრედას აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ვიმსჯელებთ. მოგესალმებით მაია, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მაია, დავიწყოთ ერთგვარად შეჯამებით პრემიერ-მინისტრის გამოსვლის აბუ-დაბიში გასულ კვირას გაიმართა ძალიან მაღალი რანგის ღონისძიება, სადაც პრემიერმა საქართველოს როლს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შუა დერეფნის მარშრუტში, განსაკუთრებით ენერგიის მიწოდების თვალსაზრისით აზიიდან ევროპისკენ და ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა ქვეყნის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ძალიან ამბიციური გეგმა, ხომ? 4800 მეგავატიდან 11500 მეგავატამდე იგეგმება გენერაციის ობიექტების გაზრდა. თქვენი გადმოსახედიდან კერძო სექტორის სახელით ერთგვარად შეგიძლიათ რომ ვისაუბროთ. რამდენად რეალისტურია აი ეს ძალიან კარგი და ამბიციური გეგმა? თქვენ ძალიან სწორად შეაფასეთ, ანუ კი ამბიციური გეგმაა ნამდვილად. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ სასტარტო წერტილი 2026 წლის იანვარში სად გვაქვს და რა გაკეთდა 2025 წელს. მოდით ყველაზე კრიტიკული თემით დავიწყებთ მე თქვენის ნებართვით საუბარს, ეს გახლავთ 1 მილიარდი ლარის ჩამოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მე პირდაპირ ვიტყვი, რომ კერძო სექტორი ახლა არის ძალიან სერიოზულ მოლოდინში დადგენილებასთან დაკავშირებით ან განკარგულებასთან დაკავშირებით. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით იყოს გამყარებული. დღეს სექტორი ცალსახად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ელოდება იმას, თუ კონკრეტულად რომელ ინვესტორს ეხება, რომელ კომპანიას ეხება, კონკრეტულად რა თანხაზე არის საუბარი და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და შანსი იმისა, რომ ნამდვილად ჩამოვყალიბდეთ ენერგეტიკულ ჰაბად. იმის გათვალისწინებით, რომ რესურსულად საკმაოდ მდიდრები ვართ და ექსპორტის პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ამასთანავე მე და თქვენ ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ მოხმარების მაჩვენებელიც ასევე 3-დან 5%-მდე იზრდება. სამინისტრომ ასევე დაამტკიცა ენერგეტიკული ბალანსი და იქაც კი დავინახეთ ჩვენ პროგნოზი იმასთან მიმართებაში, რომ ეს მაჩვენებელი მოხმარებას გულისხმობ მზარდია. ჩვენ ბოლოს გავაკეთეთ შედარებითი ანალიზი, ანუ კიდე ცოტა არ იყოს და დასანანია, თქვენ ძალიან სწორად ამახვილებთ ყურადღებას, რამდენად შესაძლებელია ამ ამბიციური გეგმის რეალიზება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საუბრობდით ხოლმე წლების ჭრილში, რომ გვაქვს იმპორტ დამოკიდებულება 10%, მერე ეს გახდა 15, 20. იცით, საბოლოო ჯამში ვუახლოვდებით ისეთ მაჩვენებელს, როგორიც არის 30%. ამიტომ აი ამ ნაპრალის ამოსავსებად გვჭირდება ძალიან ხისტი, მკვეთრი და სწრაფი ნაბიჯები. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, მზის, ქარის, ჰიდროს და ბიოს ხელშეწყობა. მე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ზაფხულში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მზესთან დაკავშირებით, ზამთარში გვაქვს შესაძლებლობა ქართან დაკავშირებით, ახლა თოვლიანი ამინდები გვაქვს და გაზაფხულზე ველოდებით უკვე წყალუხვობის პერიოდს და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ის, ანუ კი რომ წყლის დაღვრას შევუწყოთ ხელი. უკვე გასაკეთებელია ის, რომ ჰიდროენერგეტიკას სჭირდება მხარდაჭერა, როგორც მზეს და ქარს თანაბარ დონეზე და ჩვენ უნდა დღესაც ვისაუბროთ დამაგროვებლებთან დაკავშირებით. ამიტომ თქვენ კითხვაზე რომ გავცე პასუხი, გეგმა ამბიციურია, თუმცა დროში გვაქვს ძალიან სერიოზული ჩამორჩენა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სექტორი ითხოვს უფრო სწრაფად აქსელერაციურ მდგომარეობაში ნაბიჯების გადადგმას. მე ვალის ჩამოწერის თემას უბრალოდ დავაკონკრეტებ და შემდეგ უკვე ამ გეგმას დავუბრუნდეთ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს გაცხადდა, ასე ვთქვათ, 1 მილიარდი ლარის ჩამოწერა, თუმცა ამ ეტაპზე სამართლებრივად დადგენილების სახით ან განკარგულების სახით არ არის ხო ჯერ ცნობილი რომელ პროექტს შეეხება და ეს იქნება კონკრეტული ალბათ ყველა ინვესტორი მოლოდინის რეჟიმშია. როდისთვის ფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება ამ ჩამოწერის წესთან დაკავშირებითაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს თქვენთვის ცნობილი? ეს ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ გუშინ წინაც კი ველოდებოდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან და გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ ინდივიდუალურ დონეზე მოხდეს გასაუბრება ინვესტორებთან და შესაბამისად ამის საფუძველზე ბუნებრივია არსებობს გარკვეული შაბლონი, რომელიც უნდა გამოყენების შედეგად უნდა მოხდეს მიმართვა სამინისტროსადმი. თუმცა
მე ხაზგასმით ვიტყვი იმას, რომ ამ ტიპის კომუნიკაცია ერთის მხრივ გამოწვევებს უქმნის, რა თქმა უნდა, სამინისტროს, იმიტომ რომ ინდივიდუალურ დონეზე ყველა ინვესტორთან კომუნიკაცია ძალიან სერიოზულად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროსთან არის დაკავშირებული და ამასთანავე ინვესტორები ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან და გარკვეულწილად ეს ცოტა განსხვავებულ მოლოდინს ქმნის კერძო სექტორში. ამიტომ ჯობია არსებობდეს ალბათ თქვენს დამეთანხმებით ამაში ერთიანი უნიფიცირებული სტანდარტული მიდგომა, რომელიც დაეფუძნება, როგორც თქვენ და მეც აღვნიშნე, განკარგულებას ან დადგენილებას, სადაც ცხადი იქნება, ვის კონკრეტულად რა ჩამოეწერა, რა რაოდენობის თანხა ჩამოეწერა, რომელ ინვესტორზეა საუბარი, რომელ კონკრეტულ პროექტზეა საუბარი, მზე არის, ქარია, ჰიდროა, თუ აი ეს მთელი სურათი, დიდი სურათის დანახვა არის ჩვენთვის, როგორ გითხრათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკვე დღეს. მე ნითაც კი ვერ ავხსენ, რამდენად ხშირი არის ჩემთან სატელეფონო ზარების განხორციელება. აქამდე თუ იანვრის თვეში საახალწლო პერიოდში 3-4 ზარი შემოდიოდა, ახლა უკვე დაახლოებით 10 ზარი შემოდის. აი ამ თხოვნით, რომ იქნებ დაგვეხმაროთ სამინისტროსთან, აი ამ ურთიერთობების ჭრილში უფრო სამართლებრივად გადავიტანოთ ჩვენი მომავალი, რომელიც უკავშირდება უკვე პროექტების რეალურად აშენებას. მაია, დავუბრუნდეთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს 2036 წლის ქვეყანა, რომში გახდეს თვითქმარი. აი და ამ ჭრილში გკითხავთ 2025 წელს რა იყო ყველაზე დიდი გამორჩეული ნაბიჯები, რაც გადაიდგა და როგორ შეაფასებთ განვლილ წელს აი ამ კონტექსტში რომ ვისაუბროთ. ძალიან სერიოზული მიღწევა იყო, ანუ კი 2025 წელს ის გადაწყვეტილება, რომ ასევე გამოიცა ბუნებრივია დადგენილება იმასთან მიმართებაში, რომ პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და გაჩერებული და დარეზერვებული იყო სიმძლავრეები, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ამ პროექტების ნიველირება მოხდა, ანუ ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა და ახალ ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა იმისა, რომ აი ეს დარეზერვებული სიმძლავრეები აეთვისებინათ. ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, ბუნებრივია, უნდა აღვნიშნო, რომ 2025 წელი ნამდვილად იყო კომუნიკაციასთან დაკავშირებით შედარებით უფრო გამარტივებული წელი, ვიდრე ვთქვათ წინა წლები, თუმცა ამ კომუნიკაციას უნდა მოყვეს ხელშესახების შედეგი. ანუ ის დამოკიდებულება, რომ ნებისმიერ დროს თქვა ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ კომუნიკაციაში სამინისტროსთან ან ნებისმიერ თანამშრომელთან, ეს არ აღმოჩნდა ამ ეტაპისთვის 2026 წლის დასაწყისისთვის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ პროექტები უკვე ავაშენოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 2036 წელზე თვითკმარ ქვეყანად ჩამოვყალიბდეთ, 2026-დან 2036 წლამდე არის 10 წლიანი პერიოდი. 10 წელი პატარა პერიოდი არ არის მოხმარების ზრდასთან მიმართებაში. ჩვენ რომ შევხედოთ 2024-23 წლიდან და ამის ანალიტიკას ვაკეთებთ, ჩვენ სერიოზული ზრდა არის მოხმარებასთან მიმართებაში. მსხვილი პროექტები არის ასაშენებელი. ნესკრა, ხუდონი, ნამოხვანი უნდა აშენდეს და ჩვენ უნდა დავიწყოთ ხუდონით. ეს არის ყველაზე რეალისტური, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს. ამასთანავე მზის ენერგიასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა, იმიტომ რომ ნეტო დარიცხვაზე გადავიდა და მზის კომპანიებს აქვთ გამოწვევები. ქარს რაც შეეხება, აქ გვაქვს გარკვეული გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში და ამასთანავე მუშახელის და კვალიფიკაციის და კომპეტენციის ჭრილში. ანუ ყველა მიმართულებით არსებობს გამოწვევა. მაგაზე მინდა რომ გკითხოთ, რა შეიძლება დღეს ინვესტიციის უფრო მეტად ახალისებას, აი ფული, ასე ვთქვათ, ინვესტიციისთვის საჭირო, თითქოს ეს ერთ შეხედვით პრობლემა არ არის, ხომ? აქ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ყოველთვის არის ხოლმე მხარდაჭერა, თუმცა რეალობაში ეს გენერაციის ობიექტები სწრაფად ვერ ვითარდება, თუნდაც აი მშენებლობის ეტაპი რო ავიღოთ. რა არის ამის მთავარი გამოწვევი გარემოება? რეალურად ეს არის პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება, უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, პირდაპირ უნდა მოხდეს შემხებლობა ინვესტორებთან, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ფულთან დაკავშირებულ სირთულეებს ვერ ხედავთ ჩვენ, გაცილებით უფრო მძიმე სირთულეები არის ბიუროკრატიასთან მიმართებაში. თითქოს აი ამ ნაწილზე ფულზე ყველაზე ნაკლებად ხდება ხოლმე აპელირება ინვესტორების მხრიდან. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით არიან ადგილობრივი ინვესტორებიც და არიან საერთაშორისო ინვესტორებიც. ამ ინვესტორებს კარგად აქვთ აღქმული იმისათვის, რომ საქართველოს რამდენად დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია, რომ 75% ჰიდროში და 90%-ზე მეტი ქარსა და მზეში ასათვისებელია. როდესაც აი ამ ხელშესაძლებლობას და რესურსულ პოტენციალს ხედავს ინვესტორი, ქართველი არის ეს თუ უცხოელი, რა თქმა უნდა, მისთვის საინტერესო ქვეყანა ვართ. აქ უკვე მთავარი კითხვა ისმის იმაზე, რომ რამდენად შესაძლებელი არის უკვე ხელშესახების შედეგის მიღწევა. ანუ კი ამას ელოდება ჩვენთვის ძალიან ცოტა დასანანი
ერთმანეთია, როდესაც ვხედავ იგივე თურქეთის მაგალითს, რომელიც ელვისის სწრაფით აშენებს სხვადასხვა ტიპის და თუნდაც აზერბაიჯანის სხვადასხვა ტიპის გენერაციის ობიექტებს. ეს იქნება ჰიდრო, იქნება ატომური ელექტროსადგური, იქნება ასე ვთქვათ აზერბაიჯანთან მიმართებაში მაგალითად მზე, იმიტომ რომ მასდარი არის მათთან და ძალიან სწრაფად ახორციელებენ პროექტებს. ძალიან დასანანია, როდესაც რეგიონალური თვალსაზრისით შედარებით უფრო ნაკლები რესურსის მქონე ქვეყნები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ვთქვათ ჩვენ, რომელსაც გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს. მე მივესალმები ბუნებრივია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ 2.5-ჯერ უნდა გავზარდოთ ჩვენი ჰიდრო და ასე ვთქვათ სხვა ქარიც და მზეც. ბუნებრივია, იმიტომ რომ გარს ცალკე განყენებულად ვერცერთს ვერ განვიხილავთ, იმიტომ რომ ეს ერთმანეთთან კორელაციაში არის და გვჭირდება ამ ყველაფრის ათვისება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება როგორც გრედას, ასევე ბუნებრივია ყველა ინვესტორს კონკრეტული სტრატეგია. ჩვენ გვჭირდება ეს სტრატეგია და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა სამოქმედო გეგმაზე არის კონკრეტულად საუბარი. ვინ არის ამაზე კონკრეტულად პასუხისმგებელი? 2027 წლის 1 ივლისს გაიხსნება თუ არა ბირჟა და შეძლებენ თუ არა ინვესტორები მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე ელექტროენერგიის ყიდვას, გაყიდვას და ასე შემდეგ და მიღებული იქნება თუ არა გრედას კანონ პროექტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბუნებრივია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იმ სარგებლის მიღებაზე, რომელიც უკავშირდება გრძელვადიან განვითარებას. მაია, თქვენ ახსენეთ დარეზერვებული სიმძლავრეები და ამ მიმართულებით ტყუილად ასე ვთქვათ დარეზერვებული სიმძლავრეები და ამ მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გადადგა ნაბიჯები. რეალური ინვესტორისთვის ქსელთან დაერთება რჩება მიმდინარე წელს პრობლემად? ძალიან კარგი კითხვას მისვავთ, ანუ კი. დიახ, ნამდვილად რჩება. რამდენიმე თემა არის კრიტიკული. ეს არის პირველ ეტაპზე ფასი ელექტროენერგიაზე, იმიტომ რომ დაგეგმილი იყო სხვანაირად და რეალობა აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვანაირი და ბუნებრივია კომპანიებს აქვთ გარკვეული კითხვები და მეორე თემა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიერთებებთან დაკავშირებული სირთულეები. იყო საუბარი იმაზეც, რომ თითქოს მიერთებების გარკვეულ წილში უნდა შევიდეს კერძო სექტორი, მაგრამ მოდით ობიექტურები ვიყოთ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის იგივე ენერგოპროსი და ასე შემდეგ უპირველესი ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება და კომპეტენცია გახლავთ მიერთებების მართვა, ამ პროცესის მენეჯმენტი ბუნებრივია და არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ არსებობდეს რომელიმე კონკრეტული ობიექტი, რომელიც მზად არის უკვე ელექტროენერგია დააგენერიროს და იქიდან ელექტროენერგიის გამოტანასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდეს გარკვეული სირთულეები. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველა მიმართულებით, რომელიც მე და თქვენ არ უნდა ჩამოვთვალოთ, ახლა არსებობს გამოწვევები და ყველაზე დიდი პრობლემა მაინც არის დროში პროცესების გაწელვა, რაც მოლოდინებს ცოტა განსხვავებულად გვქმნის ხოლმე სექტორს. ჩვენ საუბრის დასასრულს თქვენი პირადი აზრით 2026 წელს საით უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და ჩვენ დარწმუნებული ვართ წლის განმავლობაში არაერთხელ გვექნება საშუალება შეხვედრის ამ ფორმატში და წლის ბოლოს აი შემაჯამებლად როცა შევხვდებით, რა არის ის თემები, რაზეც თქვენ გენდომებათ რომ ისაუბროთ და გამოყოთ. როგორც მთავარი მიღწევები? 2026 წლის ბოლოს, როდესაც თქვენ და მე შევხვდებით ერთმანეთს და შევაჯამებთ წელს, პირველი რაც მინდა ვუთხრა სექტორს იყოს ის, რომ აუცილებლად ის ინიციატივა, რომელიც მრავალი წელია აქვს სექტორს, იყოს საკანონმდებლო დონეზე მიღებული და საქართველოს პარლამენტისგან ჩვენ გვქონდეს მწვანე აღსრულებაზე არ ვსაუბრობ, მესმის რომ აღსრულება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და 2027 წლის პროცესად შეიძლება ითქვას ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს ინიციატივა გრედას კანონპროექტი უნდა იყოს ცალსახად მიღებული. მეორე თემა გახლავთ ის, რომ მიერთებებთან დაკავშირებული სირთულეები უნდა იყოს ცალსახად მოგვარებული და უნდა არსებობდეს მკაფიო, მკვეთრი პოლიტიკა და კერძო სექტორს არ უნდა უწევდეს ყველაფერზე, ყველა ტვირთის ასე ვთქვათ თავის მხრებზე აღება, უფრო ცხადი უნდა იყოს ის პოლიტიკა, რომელიც არსებობს დადგმულ სიმძლავრეებთან დაკავშირებით, გვექნება თუ არა რა რაოდენობას ელოდება ვთქვათ სახელმწიფო და სექტორთან შეთანხმებით ჰიდროსთან მიმართებაში, დადგმულ სიმძლავრეებს ქართან და მზესთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს დოკუმენტი არსებობს, მაგრამ ის საჭიროებს გადახედვას ბუნებრივია. უნდა გვქონდეს დიდი იმედი მაქვს მესამე CFD აუქციონი და უკვე გვყავდეს გამარჯვებულები ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელი არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და ხედავთ რომ მე ამას როგორც ბოლო პოსტულატად ისე ვასახელებ, ესეც უნდა იყოს გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული და მე კარგად ვხედავ იმ ხიდებს, რომლის აგებაც იწყება კერძო სექტორსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ძალიან დიდი მადლობა მაია, მიგისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გრედას აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.